საბედნიეროდ ოპოზიციური ტელეარხებიდან გაქრნენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავებს ეძახდნენ სამხედრო ექსპერტებს და გამუდმებით იჯდნენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელეარხებზე და შეგნებულად ხალხი შეყავდათ შეცდომაში და ამტკიცებდნენ საათობით, რომ უკრაინა ომს იგებდა და რომ რუსეთი უეჭველად მარცხდებოდა და დღეს თუ არა ხვალ ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით რომ დამთავრდებოდა. ასევე ეს ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ რომ აი ამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პასიურ პოზიციაში ვართო, ეს ჩვენთვის იქნება დამაზარალებელიო და ჩვენო აღმოჩნდებითო მიტოვებულიო. მაშინ როცა უკრაინა ამ ომს მოიგებსო და მოკლედ აყვავდება და გაბრწყინდება უკრაინაო, ნატოს წევრიც გახდებაო, ევროკავშირის წევრიც გახდებაო და ჩვენო აი ამ პოზიციის გამო რომ არ ვერთვებით ამ ომშიო და სანქციებს არ უერთდებითო, მოკლედ დავრჩებითო წაგებულებიო და დავრჩებითო ევროკავშირის გარეშეო, ნატოს გარეშეო და მეგობრების გარეშეო. ასევე ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტები გამუდმებით ამტკიცებდნენ იმას, რომ უკრაინელებს არ მიატოვებენო მეგობრებიო, ევროპელებიო და ამერიკელებიო და აუცილებლადო ამ ევროპელების და ამერიკელების დახმარებითო უკრაინა მივა გარდაუვალ გამარჯვებამდეო. აი ამ სისულელებს რაღაცებს ეს ადამიანები მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობდნენ და შეგნებულად ცდილობდნენ ხალხის გაგიჟებას, თავიანთი მსმენელების გაგიჟებას და მოტყუებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს აკია ბარბაქაძეები და ვიღაც ხუხაშვილები და ვიღაცა მოკლედ ფაჩიკო ექსპერტები ყოველთვის იყვნენ იმაში დარწმუნებული, რომ უკრაინა ამ ომს რა თქმა უნდა ვერ მოიგებდა, მაგრამ განზრახ საპირისპიროს ამტკიცებდნენ. რატო აკეთებდნენ ამას, ხომ? ამას აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, მიზან მიმართულად და თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რასაც ლაპარაკობდნენ და რატომაც ლაპარაკობდნენ, რა მიზნისთვის უნდა მიეღწია მათ აი ამ ტყუილებს, ხო? ამას ლაპარაკობდნენ თავიანთი პატრონების დავალებით, რომ განზრახ უნდა ადამიანები შეეყვანათ შეცდომაში, განზრახ უნდა ადამიანები გაეგიჟებინათ, რომ იქნებ როგორმე აი ამას რაღაცა აქ ქაოსი მოყოლოდა, რომ ადამიანებს ეფიქრათ ის, რომ აი უკრაინა ომს იგებს, ჩვენ აქ აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, ცხინვალის რეგიონი გვაქვს დასაბრუნებელი და აქ ვზივართ ესე არ ვერევით, არაფერს არ ვაკეთებთ, არ ვაქტიურობთ. და ამას უნდა მოყოლოდა, რა თქმა უნდა, თავიანთი მსმენელების უკმაყოფილება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეეყვანათ შეცდომაში, შეერყიათ ადამიანებისთვის პირდაპირი გაგებით ფსიქიკა, იმდენ სისულელებს ლაპარაკობდნენ და მე ამას აქ უნდა მოყოლოდა რაღაც არეულობები და ეს ხელს აძლევდა ერთადერთი თავიანთ პატრონებს და დავალებების მიმცემებს. დღეს საბედნიეროდ ეს ადამიანები აღარ ჩანან, კარგა ხანია არ გამოჩენილან და ამ რაღაცა ზღაპრების მოყოლა აღარ მინახია ოპოზიციურ ტელეარხებზე, რასაც მთელი აი ამ 3 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ კვირაში 3ჯერ ხედავდით, რომ საათობით იჯდნენ, ხან რუქებზე ხსნიდნენ, ხან რაღაცეებს ხაზავდნენ, ხატავდნენ, რომ უფრო დამაჯერებლები ყოფილიყვნენ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ადამიანები, რომ ადამიანებისთვის დაეჯერებინათ წარმოუდგენელი რამ, რაც არის ის, რომ უკრაინას რამე შანსი ჰქონდა რუსეთთან ომში წარმატების მიღწევის. ეს ადამიანები ეჭვი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აღარ გააკეთებენ განცხადებებს, რადგანაც
უკვე ნათელია ხო რისი მომგებიც არის უკრაინა და როგორც დამთავრდება ეს ომი ხო და ვინც დარჩება ამ ომში გამარჯვებული. ეს რა თქმა უნდა თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემს გარემოცვაშიც, ჩემს მეგობრებშიც იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც აი ამ ექსპერტებმა დააჯერეს ის, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებდა და საუბრები როცა მქონდა ხოლმე ყოველთვის ამტკიცებდნენ და გულწრფელად ჯეროდათ ამ ჩემ მეგობრებს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებდა, რომ აი არ მიატოვებენ, დაეხმარებიან, ეხლა ტანკებს მიცემენ, ეხლა რაკეტებს მიცემენ, აი ეხლა თვითმფრინავებს მიცემენ, ეხლა იმას მაკრონი ჯარს გააგზავნის, ეხლა ეს და აი ეს მთელი 3 წლის განმავლობაში აი ამ რაღაცა ტყუილებით ამ ადამიანებს ურევდნენ თავგზას და აჯერებდნენ წარმოუდგენელ რაღაცას. ეს არის ამ ადამიანების, ამ ვითომ ექსპერტების ჭეშმარიტი სახე, ტყუილი და ტყუილი. ეხლა უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები, თუ ესენი გულწრფელები იყვნენ რამეში და თავიანთ მაყურებელს იმ ადამიანებს, ვისაც აჯერებდნენ ამ სისულელეს, უნდა ბოდიში მოუხადონ. და ან უნდა უთხრან ის, რომ ბრიყვები არიან და მართლაც ეს ჯეროდათ და მიამიტები არიან იმდენად, რომ ეს რაღაც სისულელე მართლაც ჯეროდათ, რასაც ლაპარაკობდნენ და არიან იდიოტები, ან უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ მიზანმიმართულად შეყავდათ ხალხი შეცდომაში, იცოდნენ სინამდვილეში რაც და როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ თავიანთი პატრონები აიძულებდნენ აი ამ რაღაც სისულელეების ლაპარაკს. ან ერთი უნდა აღიარონ თავიანთი მაყურებლის წინაშე, ან მეორე, ეს ადამიანები თუ არიან თავიანთ მაყურებელთან რაღაც დონეზე გულწრფელი და პირნათელი ადამიანები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთს იზავს ეს ხალხი და არც მეორეს. უბრალოდ გაქრებიან ეხლა და მე ადამიანებს როცა გადაავიწყდებათ დროთა განმავლობაში აი ამათი რაღაცა ზღაპრები, რასაც 3 წლის მანძილზე ყვებოდნენ, მე ისევ გამოჩნდებიან და ახალი ზღაპრების მოყვლას დაიწყებენ ეს ადამიანები და ეს არის ამათი შინაარსიც ამ ადამიანების და ამათი პიროვნებებიც რაც არის, აი ეს მათი ეს 3 წლიანი მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ნათელს აჩენს თუ რა ადამიანები არიან, თუ რანაირად მუშაობთ გონება, თუ რა განათლება აქვთ, თუ რა ექსპერტები არიან, თუ საერთოდ რას წარმოადგენენ და ვინ არიან. ეხლა მაინც იმ ადამიანებმა, ვინც აი ამ ვითომ ექსპერტებმა შეცდომაში შეიყვანეს, უნდა დაფიქრდნენ და იფიქრონ იმაზე, თუ ვინ არიან ეს ხალხი, ვისიც ჯეროდათ აი ამ 3 წლის მანძილზე ამ ადამიანებს და ეხლა მაინც უნდა დაინახონ ის, რომ მატყუარა გაიძვერა და რა ვიცი, ერთი რეგვენი, ეგრეთ წოდებული ექსპერტები არიან. ექსპერტები ის მაგივრად არიან უბრალოდ სულ გაყიდული არასწორი ადამიანები და მეტი არაფერი.